მოგესალმებით, ეხლა უკვე თბილისიდან, სადაც იმართება ბეთლაიმ მასტერ ლიგა მთელი წლის განმავლობაში. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაირკვა პლეი-ოფის 7-ეული საუკეთესო გუნდი, რომელიც გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. პირველ ადგილოსანი გუნდი კი გახდა 19 ტურის დასასრულს კავკასიის ავტოიმპორტი. მეორე ადგილზე არის გრუნი, რომელიც ძალიან მაგარ სეზონს ატარებდა მთელი სეზონის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ კიდე ძალიან მაგარი თამაშები ექნებათ და ჩვენ ვიცით უკვე ვის ეთამაშება, ასე ვთქვათ, წყვილები და ჩემთან ერთად ორი ძალიან მაგარი ადამიანია, ჩვენი ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები, თამამად შემიძლია ვთქვა, გიორგი ივანიშვილი, რომელიც წარმოადგენს კლუბ ბრიჯს, ასევე გიორგის ვიცნობთ დიდი ფეხბურთიდან, ძალიან დიდ და მაღალ დონეზე აქვს გიოს ნათამაშები. ეხლა კი დინამოს საფეხბურთო კლუბში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია თანამდებობა უკავია და აქვე მინდა გაგაცნოთ და ჩვენს ოჯახის წევრებს მასტერ ლიგას აუცილებლად დარწმუნებული ვარ ემახსოვრებათ ერეკლი ანჯაფარიძე. საუკეთესო მეკარე ჩვენი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული და საერთაშორისო დონეზეც ძალიან ბევრი შესანიშნავი მატჩი ჩაუტარებია ჩვენი ეგიდით. ბიჭებთან მინდა რომ გადავიდე შეკითხვით და დავიწყებ გიო შენგან. სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო ბრიჯმა, კაპიტნობ ამ გუნდს და საკმაოდ ისეთი საპასუხისმგებლო მისია გაქვს, იმიტომ რომ გუნდში ძალიან ბევრი გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელები ასპარეზობენ. ძალიან კარგი სტარტის მერე ცოტა მეტი რაღაცა ის თამაში და მოლოდინი ჰქონდა თქვენი გუნდიდან და საბოლოო ჯამში გახვედით მე-4 ადგილზე და მინდა რომ ზოგადად თქვა წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით და შენ გუნდთან დაკავშირებით რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მოკლედ რო ავხსნათ თავიდან ძალიან ვემზადებოდით სეზონისთვის, ძალიან ბევრი ვარჯიში ჩავატარეთ, რა თქმა უნდა გამოცდილებაც თამაში მოდის, ბევრი ამხანაგურები ჩავატარეთ და სეზონს შევხვდით ძალიან მაღალ, პიკში ეგრევე ვთქვათ, ფორმის რა. მაგრამ სეზონი რო გაგრძელდა, რაღაც ტრავმიანობებიც იყო, ხშირად ზუსტად 7 ფეხბურთელი ვიკრიბებოდით და რა თქმა უნდა, ეხლა ყველა გუნდს რაღაც ჩავარდნა აქვს სეზონის განმავლობაში. ზოგადად არის რომ ნელა იწყებენ დიდი გუნდები და მერე უმატებენ, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ პირიქით დაგვემართა, მაგრამ ეხლა პლეი-ოფში გავედით, ძალიან საპასუხისმგებლო თამაშებია მანდ რომ წინ წავიდეთ და ჩემი აზრით ეხლა იმის გარდა რომ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ბავშვობის ძმაკაცებიც ერთად თამაშობ და ეგ ოჯახური სიტუაციაა, რაც ალბათ პლეი-ოფშიც მოგვახვედრა რა. გიო, კიდე გადმოვალ შენთან კითხვით, ეხლა კი ერეკლესთან მინდა გადავიდე, იმიტომ რომ ზუსტად იგივე თქვა გიომაც, რა გამოგარჩევთ თქვენ, თუ არა თქვენი შეკრულობა, მეგობრობა, ძმაკაცობა და მინდა ზოგადად რა სეზონი ჩაატარა თქვენმა გუნდმა, რა მოლოდინი, მე ვიცი რომ დებიუტანტები ხართ თქვენ წლევანდელ სეზონში, მეორე ლიგიდან აღზევებული კლუბი, რომელიც აი ესეთ წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ნამდვილად ჩვენ ვერ ვიფიქრებდით სეზონის დასაწყისში, რომ თუნდაც 7-ულში მოხვდებოდით და 7 გუნდში და მინდა რომ ყველა გუნდს მიულოცო. 7 გუნდში მოხვედრა და წარმატება უსურვო პლეი-ოფებში. ჩვენ შარჟან მოვიგეთ მეორე ლიგა და რაც ჩვენ გუნდს გამოარჩევს არის დისციპლინა, ერთობა და შრომის მოყვარე, ასე ვთქვათ, ფეხბურთელები თუ არ დაკომპლექტებული, არ ყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორც თუნდაც ბრიჯშია, როგორც ფედერაციაშია, მერიას ყავს. ჩვენი ასე ვთქვათ ჯოკერი სხვა რაღაცაა, რის ხარჯზეც ამ გუნდებს წინააღმდეგობასაც უწევთ კიდეს და დამაჯერებლადაც ვიგებთ მათ წინააღმდეგ. ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენ ასე ვთქვათ ვარჯიშს და ამ ყველაფერზე მუშაობას და მგონია რომ მასტერ ლიგა ზუსტად არის ის ტურნირი, სადაც შრომა აუცილებლად დაფასდება, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ფეხბურთელი არ უნდა იყოს, თუ მთელი გუნდი და სისტემა არის შრომებს და არ იქნება ერთობლივად ასე ვთქვათ ჩეკრული, აზრი არ აქვს ნებისმიერი გუნდის მოგება შეიძლება რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა იყოს. ნამდვილად მე მინდა უთხრა ყველას, ვინც გვიყურებს შრომას ზუსტად ნამდვილად აქვს შედეგი, მე მინდა შენი მაგალითი თქვა ის რომ ადამიანი რომელიც მე ვფიქრობდი რომ უბრალოდ გასართობად თამაშობდა ჩვენს ლიგაში, აგერ უკვე მე რამდენი სეზონია ძალიან წარმატებულად იცავს თავის კარს და ნამდვილად მე ვფიქრობ რომ რას ნიშნავს შენთვის იყო მეკარე, მართლა ესე ფეხბურთელად გაგზნობინებს თავს ეს
ზოგადად ატმოსფერო, თამაშები, გულშემატკივარი. კი, მგონია რომ მეკარი არის ერთადერთი მოთამაშე გუნდში, რომელსაც შეცდომა არ ეპატიება და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება მთელი თამაში მე ჩემ წვრთნელთა ხშირად მაქვს ამაზე კამათი, რომ შეიძლება მთელი თამაში რაღაცას ასწავლი ბურთები აიღო და ბოლო მომენტში ელემენტარული ბურთი წამით კონცენტრაცია დაკარგო, გაუშვა და შენ გამო თამაშს აგერ. ეს არც თავდასხმელს ეხება, არც მცველს ეხება და რაღაც გამოირჩევა ჩემთვის სტადიონზე, გამორჩეული ფეხბურთელია და თავიდანვე ბავშვობაში როცა მივედი ფეხბურთზე, რაცა ძალიან არ მაქვს არანაირი კარიერა, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები მასტერ ლიგაზე მომიწია და ეს არის ჩემი ფეხბურთი, რაც უდიდესი ფეხბურთი ვითამაშე შეიძლება ითქვას. იქაც პირველი რომ მივედი მეკარეობა ავირჩიე, არ ვიცი რატომღაც მიყვარს ყოველთვის რომ გამორჩეული ვარ და უფრო ლიდერად ვგრძნობ თავს, როცა ვიცი რომ ჩემზე არის გუნდი. ყველა შეიძლება გაცდეს ფეხბურთელი და ბოლო მე ვარ გადამრჩენელი, ასე ვთქვათ და არაერთხელ გადამირჩენია და ამიტომ საიმედოდ იცავს თავს. კი. ხო, დღევანდელ თამაშიც ძალიან ისე კარგი თამაში იყო თქვენი შესრულებით, სადაც ვფიქრობ ძალიან კარგად ითამაშე და კარიც ძალიან კარგად დაიცავე. ეხლა კი გიოსთან გადავალ კითხვით, გიო, შენთვის მე ბევრჯერ ყოფილ ვარ შენს თამაშებზე ძალიან მაღალ დონეზე, რომელიც ჩაგიტარებია, ეროვნულ ჩემპიონატს გულისხმობ და ასევე იყო ასაკობრივი ნაკრები, ხო? 21 წლამდელ ნაკრებშიც იყავი და ბევრი ისეთი კარგი თამაშები გითამაშია. შენთვის რა იყო ის, რომ ფეხბურთს თავი დაანებე და ზოგადად ამ პროექტმა რა მოგცა, ანუ რა შევსება მოგცა და რას გაგზნობინებს ეს ყველაფერი, მინდა რომ შენს მეგობრებთან ერთად. კი. ძალიან რთულია მოკლედ ფეხბურთს რო ანებებ თავს, პროფესიულ ფეხბურთს, როცა ყოველდღიურად რეჟიმში ხარ, სწორი კვება, სწორი ძილი, ვარჯიში, სულ მაგაზე ხარ დამოკიდებული მოკლედ და ესე ვთქვათ, თავი უნდა გადადო შრომით, რომ რაღაცას მიაღწიო რა. და ეს მასტერ ლიგამ რაც მე მომცა, ეხა ჩვენი სახელწოდებაა ზუსტად ეგ რა, ხიდი არის, რომ დიდი ფეხბურთიდან გადმოხვიდე სამოყვარულო ლიგაში, მაგრამ ნუ სამოყვარულო აი ესეთი მაგარი ტურნირი მე ჯერ არ მითამაშია რა. მოდი ესე ვთქვათ, არა მარტო ჩვენ ფეხბურთელებისთვის არა, ვისაც უყვარს ფეხბურთი, აი ეკეს მაგალითი აიღეთ, ანუ ეს არის საოჯახო გარემო, მაგრამ მაინც ისეთ რაღაცას გმატებს, რაც ფეხბურთს ახლავს რა. ანუ სიყვარული, თავდადება და ნუ რა თქმა უნდა ურთიერთ ესეთი ასპარეზი რა. მოკლედ მე ვეტყოდი ჩვენს მაყურებელს, რომ ესე იგი პლეი-ოფები ესე გადანაწილდა. პირველ თამაში, რომელშიც აუცილებლად კავკასიის ავტოიმპორტი დაისვენებს, იმიტომ რომ პირველ ადგილზე გავიდა ის 19 ტურის შემდეგ დაასრულა პირველი ადგილით, ძალიან მაგარი გუნდი და ძალიან მაგარი მენეჯერი კუმანას სახით, რომელიც გამოტოვებს პირველ ეტაპს და მეორე ეტაპიდან ჩაერთვება გრუნი, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე, აპტოსი გავიდა მესამე ადგილზე, მეოთხეზე გავიდა ბრიჯი, მეხუთეზე გავიდა თბილისის მერია, მეექვსეზე გავიდა მარშალი და მეშვიდეზე კრისტისა, რა ქვია, ინტერსპორტი და კრისტალბეთი მერვეზე გავიდა, რომელიც ვერ შევიდა. ეხლა იწყებს სხვათა შორის თამაშს, რომელიც ვერ შევიდა შვიდეულში და მაინც ფიქრობ, რომ მოლოდინი თქვენ მერიასთან გაქვთ, რა გაქვთ მოლოდინი? ანუ მოლოდინი ეხა პლეი-ოფი რო იწყება, უკვე სხვანაირი ფსიქოლოგიური თამაში არის, რაც არ უნდა იყოს, ყველა მეტოქე ვინც შევიდა ამ შვიდეულში არის ურთულესი თამაში. ყველას უნდა მიუდგე სერიოზულად და მე ვფიქრობ, რომ ყველა თამაში გრუნი ინტერსპორტიც რო აიღო, ძალიან დაძაბული თამაში იქნება. რა მოლოდინი გაქვს მაინც? დავეთანხმები გიოს პლეი-ოფში არ შეიძლება ფავორიტი გამოირჩეს. ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გადმოსახედიდან ინტერსპორტი მაინც კომფორტული მეტოქია, იმიტომ რომ არ შეუძლიათ იმდენი სირბილი, რამდენი ჩვენ შეგვიძლია და გონია რომ მაგის ხარჯზე მაინც შეიძლება ცოტა წინ ვიყოთ, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები ყავთ, რომ მაინც ფავორიტად არ მივიჩნევით, ასე ვთქვათ. გონია რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება და წინასწარი პროგნოზის გაკეთება ნამდვილად არ შემიძლია, ისეთი 7 გუნდი არის ახლა მოკლედ საჩემპიონო ბრძოლაში. წარმატებები ეკეს და მის გვარდიას, ასევე წარმატებები ჩვენს გამოცდილ ძალიან მაგარ ფეხბურთელებს ბრიჯს, ასევე ყველა გუნდს წარმატებები მინდა ვუსურვო შემდეგ ეტაპზე. თქვენ იცით რომ 3 ლიგა გვაქვს, ლიგა 2, ლიგა 3, სადაც კულმინაციური
თამაშები იქნება და იქაც იქნება პლეი-ოფები და საჩემპიონო, ასე ვთქვათ, მარათონი და ძალიან ბევრი გამორჩეული ფეხბურთელები და რა თქმა უნდა გუნდები გვეყოლება, რომლებიც გადაერთვებიან მერე უკვე საქართველოს თასისთვის იბრძოლებენ, სადაც შეუერთება ფესტივალის გამარჯვებულები და მინდა ყველა ჩართულ ადამიანს წარმატებები უსურვო. ეხლა კი იწყება ძალიან კარგი მატჩი, სადაც გველოდებიან როდის მოურჩებით ჩვენ ამ ყველაფერს და მოკლედ ერთს მოგიწოდებთ. იცხოვრეთ ფეხბურთით და ითამაშეთ BetLive Master Liga. აბა დროებით.